მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მე თენგოლმანიძე გახლავართ და საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა იურისტის საათი, სადაც ჩვენ საუბრობთ ადვოკატებთან, უფლებადამცველ ადამიანებთან, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ სასამართლოსთან და ასე თუ ისე იცნობენ როგორც კანონმდებლობას, ისე სასამართლო პრაქტიკას და საინტერესო თემებს განვიხილავთ ხოლმე ამ გადაცემაში. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმარი იქნება ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. დღეს ვისაუბრებთ ბატონო ირაკლი თემაზე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, იქიდან გამომდინარე, რომ კულმინაციურ ეტაპზე არის ალბათ ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული დანაშაულის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ორგანიზების ნაწილის განხილვა. სულ რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ 2 დღეში, უფრო სწორად თუ ვიტყვით, 6 რიცხვში უნდა გამოცხადდეს განაჩენი ბრალდებულების მიმართ გიორგი დავით მიქაძის და ასევე გიორგი ჯოხაძის მიმართ. მინდა რომ ამ თემას შევეხოთ, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა ერთი სიუჟეტი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და საკითხი შეეხება რას, უბრალოდ კონტექსტს ახსნი. ბოლოს ხდომაზე, რომელიც იყო რეპლიკებისთვის განკუთვნილი, სადაც პროკურორს და დაცვის მხარეს, ასე ვთქვათ, საკუთარი მხოლოდ რეპლიკები უნდა წარმოედგინათ, პროკურატურამ შემოგთავაზა ალბათ არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც კი აქამდე უთქვამთ, მათ დაასახელეს მათი ვერსიით მკვლელობის შემკვეთი და დასახელდა წარსულში 2013 წელს მოსკოვში გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის მეწახელად ზეთხასანის ოჯახი. და მისი შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, როგორც პროკურორმა განმარტა, სწორედ ის უნდა იყოსო, ის არის მკვლელობის შემკვეთიო. მინდა რომ ამ თემაზე ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, საერთოდ რამდენად ნორმალურია, როდესაც ეს განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე ესეთი ტიპის გარემოება ხდება ცნობილი ბრალდების მხარის მხრიდან. თუ შეიძლება გავუშვათ. განაჩენამდე 7 დღით ადრე ჯანგველაძის საქმის დასკვნის ხდომაზე პროკურატურამ დანაშაულის დამკვეთთან დაკავშირებით ვერსია კიდევ ერთხელ შეცვალა. საქმის პროკურორმა ლევან ვეფხოძემ მკვლელობის შემკვეთად წარსულში მოსკოვში მოკული კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი დაასახელა. მართალია ბრალმდებელს ვერსიის გასამყარებლად მხოლოდ გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილის ანონიმური წყაროსგან მიღებული პატაკი აქვს, თუმცა ის სასამართლოსგან განაჩენში დანაშაულის დამკვეთად სწორედ უსოიანის დასახელებას ითხოვს. გასაოცარი ამ ამბავში ისაა, რომ თავად ირაკლი უსოიანს საქმეში არანაირი სტატუსი არ აქვს და ის გამოკითხულიც კი არასდროს ყოფილა. უსოიანმა გამოიყენა ამ შემთხვევაში ის შანსი, რომ ფარცხალაძე მიქაძეებს დაპირისპირება ჰქონდა და შეკვეთით და ანგარებით განხორციელდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ისთან დაკავშირებითაც ხარით ის არის მთავარი დამკვეთი, თუმცა არც ერთი საგამოძიებო მოქმედება მის მიმართ არ ჩატარებულა, როგორ ხსნის სახელმწიფო ბრალდება ამას, თუ კი პირი მთავარი დამკვეთი არის და შუარგოლის დამკვეთები, მაგალითად, ბრალდებულები არიან ამ საქმეზე, რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა ირაკლი უსოიანით? საკამაოდ მოცულობითი საქმეა და ძალიან ბევრი საქმე არის გამოყოფილი ამ საქმიდან. ნაწილზე უკვე დადგენილია განაჩენები, ნაწილი მიმდინარეა და შესაბამისად ველოდებით განაჩენის დაყენება. უსოიანით რატომ არ ინტერესდება გამოძიება, რატომ არ აღიძრა მინიმუმ მის წინააღმდეგ საქმე? საჭიროებიდან გამომდინარე, საქმის მოცულობიდან და თავისებურებიდან გამომდინარე ჩატარდება ყველა შესაბამის საკამათო. ბრალდების მხარის პოზიციით გააოცებას ვერ მალავენ საქმეში მონაწილე ადვოკატები. მათი შეფასებით ვითარება წარმოუდგენლად აბსურდულია, რადგან შეუძლებელია სასამართლოს განაჩენში დანაშაულის მთავარ მოქმედ პირად დასახელდეს პირი, რომელსაც ბრალდებული სტატუსი არ აქვს და მის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. როცა პროკურატურა ამბობს, რომ უსოიანი არის დამკვეთი, ეს არის უკვე ამ დროს რაღაც საპროცესო მოქმედება მაინც უნდა იყოს განხორციელებული იმ შემთხვევაში, თუ ამის გამოყენება გინდა მტკიცებულებად მიქაძეების წინააღმდეგ. არავით არის სამართლებრივი რეაგირება არ არის, არათუ ბრალი არ აქვს წაყენებული, არათუ რა ქვია, დაკითხულიც არ არის, რაიმე დაინტერესებაც არ არის. შეფასებითი მომენტიც კი არ შეიძლება ამ დროს იქნეს შემოწმებული მისი სინამდვილე, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ არის და ეხლა სასამართლოს თხოვს პროკურატურა, რომ განაჩენი ჩაწეროს ირაკლი უსოიანი როგორც დამკვეთი
რომლის მიმართაც საერთოდ არაფერი არ ბრალდების მხარე მთავარ დამკვეთად ასახელებს უსოიანების ოჯახის წევრს ირაკლი უსოიანს. თუ კი ირაკლი უსოიანი სახელდება მთავარ დამკვეთად, მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ერთხელ არ არის რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული კონკრეტულად ირაკლი უსოიანთან მიმართებაში. სასამართლოში თუ კი მოსამართლემ განაჩენი უნდა დაადგინოს, შეკვეთით მკვლელობისთვის და მთავარ შემკვეთად სახელდება ირაკლი უსოიანზე გამოძიებაც კი არ არის დაწყებული და მაგ შემთხვევაში რითი აპირებს სასამართლო დაასაბუთოს და მთავარ დამკვეთად დაასახელოს. გაიზიარებს თუ არა სასამართლო პროკურორის მიერ განაჩენის ზღვარზე დასახელებულ ახალ ვერსიას. ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს. დიახ, დავბრუნდით ეთერში. ბატონო ირაკლი, ჩვენ ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი ბოლოს ხდომაზე მომხდარი, ასე ვთქვათ, აი ამ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ. მე ერთი ასეთ შეკითხვა მექნება. რამდენად ნორმალურია ეს ზოგადად სისხლის სამართლის პროცესში, ვინაიდან მე არ მაქვს ამ ტიპის, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის პროცესებში მონაწილეობის მაინდა-მაინც დიდი გამოცდილება, მაგრამ აი მაგალითად სამოქალაქო სამართალში რეპლიკების ეტაპი საერთოდ არ ითვლება ისეთ აუცილებელ ნაწილად პროცესის. შეიძლება საერთოდ არც დანიშნოს მოსამართლემ ეს ეტაპი და ისე გამოაცხადოს ხოლმე გადაწყვეტილება. როგორ არის სისხლის სამართალში და რამდენად შესაძლებელი არის, რომ რეპლიკების ეტაპზე გაჟღერდეს ესეთი მნიშვნელოვანი გარემოება და მანამდე პროცესის დანარჩენ ნაწილში მტკიცებულებების, გამოკვლევის, მათი შეფასების, საბოლოო სიტყვის ეტაპზე საერთოდ არაფერი არ ითქვას, ამასთან დაკავშირებით ეს ნორმალურია, ზოგადად ესე ხდება ხოლმე? რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური. შესავალი სიტყვა იქნება, რეპლიკა საბოლოო სიტყვა იქნება თუ დასკვნითი სიტყვა იქნება თუ რეპლიკა იქნება, ბრალდების მხარემ გენერალური ხაზი უნდა დაიჭიროს, ხო? ბრალდების მიხედვით რაც არის. ჩვენ აქამდე პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ მოტივი დანაშაულის იყო ბიზნესთან დაკავშირებული უთანხმოება, ხო? ასე. აი ამ უსოიანის საკითხს გაყრით ეხებოდნენ და არ აკეთებდნენ აქცენტებს ამაზე, იძახო ამბობდნენ, რომ ესე იგი აქ ბიზნეს უთანხმოებამ იყო მოტივი ამ ყველაფრის. და ბოლოს ჩვენ ხედავთ რეპლიკების ეტაპზე, რომ გადააბრუნეს ფირფიტა, შეაბრუნეს პლასტინა და ამბობენ, რომ ესე იგი უსოიანს, ირაკლი უსოიანს ასლან უსოიანის შვილიშვილს დაუკვეთია ეს მკვლელობა. ეს არასერიოზული, ეს სამართლებრივადაც რა ვიღოთ ახლა ყველა ხო იურისტი არ არის, მაგრამ ამის მიხედვითაც არაფერი არ უნდა, ეს არის არასერიოზული. სამართლა წარმოება ასე არ ხორციელდება, თუნდაც სახელმწიფო ბრალდების კუთხით რა ვიღოთ. და იმდენად ნონსენსია ეს ყველაფერი, რომ მე როდესაც ეს გავიგე და უსმენდი, ფიქრობდი, რომ ამ პროკურატურაში ხა საპროცესო ხელმძღვანელობა ხელმძღვანელობა ხო იურისტები არიანი, ხო გადიან ამ საკითხს, არა რაღაცას პოზიციას აყალიბებენ, ხო ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმისადმი, ელემენტარულად პროფესიისადმი უპატივცემულობა, ახლა ეს ძალიან ისე სენტიმენტალურად ჭრეს, მაგრამ დავიცი, მე გაკვირვების უნარი კარგა ხანია ზოგადად დაკარგული მაქვს, მაგრამ მაინც გამიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ, რომ აი ესეთი არასერიოზული მიდგომა რა შეშია საერთოდ უსოიანი. კიდე პირველი მოტივი ვიღოთ ისიც ხო სრული აბსურდი და სისულელია, მტკიცებულება არ არსებობს და ბუნებაში ვერ მონახავდა, ვინმე რომ რაიმე ბიზნეს კვეთან, ბიზნეს ინტერესიან შემხებლობა ქონიათ ბრალდებულებს იმასთან რა ქვია, ჯანგველაძესთან. ეს ხო არ არსებობდა ვერც ხელსაჩასაჭირი მონახეს, იცით, ვერც ფაქტი ვერ დადეს რაიმე ბიზნეს ურთიერთობის რაღაც დოკუმენტალური ნაწილი, მაინც ხო თუ ბიზნეს ურთიერთობა დოკუმენტალური ნაწილი ხო უნდა არსებობდეს. ამ დოკუმენტალური ნაწილი თუ არ არსებობს, ფაქტობრივი ნაწილი სხვა რაც დაადასტურებს ბიზნეს ზოგადად ბიზნესის არსებობა, ჯერ ბიზნესი უნდა არსებობდეს და მე ურთიერთობა, ხო? ეგეთი მომენტი არის. ესეც ვერ ნახეს. ახლა ამათ აიღეს ბოდიში თუნებას. კი ბატონო, კი. ამათ აიღეს ახლა და საერთოდ გადააბრუნეს ფირფიტა და უსოიანი როდის მოკლეს? 2013 წელს. 2013-ში არის უსოიანი მოკლული, ასლან უსოიანი, ხო? ახლა ასლან უსოიანის პრობლემასთან დაკავშირებით არ მინდა მე განვავრცო თემა, იმიტომ რომ
მოსკოვის სასამართლოს მიერ დადგენილი არის განაჩენი ზოგიერთების მიმართ და იქ ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული გარკვეული გარემოებები, რომელზეც ახლა მე საუბარი არ მინდა, მაგრამ ზოგადად ეს ეხება უსოიანის მკვლელობის დამკვეთებს და შესრულებლებს. დიდი ხანია ეს განაჩენი დადგა ის. მაისში დადგა. ანუ წელს მოხდა. შარშან მაისში. შარშან მაისში დადგა. შარშან მაისში დადგა ეს განაჩენი და იმ განაჩენში გარკვეული წერია რას ქონდა ადგილი, ვინ იყო დამკვეთი და ვის შეეძლო ამის განხორციელება. და ეგ დაუშვათ მოდი ამ ეტაპზე წერტილი. ამ ეტაპზე. რაც შეეხება გავაგრძელებ თემას და გეტყვით რომ 2013-ში რო კაცი მოკლეს 2026-ში რატო დაუკვეთავდა ირაკლი უსოიანი ვინმეს მკვლელობას. და რა შუაში არის აქ საერთოდ ძმები ქაცები და დანარჩენი ბრალდებულები რა კავშირია ეს საიდან მოიტანეს საიდან გამოძერწეს ეს იმაზე რთული მოცემულობა არის მე პირდაპირ გეტყვით ამას ვიდრე ის პირველი სისულელე რასაც ამბობდნენ ბიზნეს თანხმოების გამო მოხდა მკვლელობა ხო მოტივი დაასახელეს აი ეს მაინტერესებდა ხა თქვენ მართალი თქვით რომ თავიდანვე გამოძიება ცდილობდა დაედასტურებინა რომ გარდაცვლილს და ბრალდებულებს რაღაც ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება და აი ჩვენ მათ მიერ მოყვანილეს ოქროს მოწმეებს რო ეძახიან იმათგანაც მოვისმინეთ ვერსიები რომ სიტყვა სიგარეტი გავიგონეთ და ალბათ სიგარეტის ბიზნესზე უნდა ქონოდათ ერთმანეთთან დავა და სხვადასხვა ჭორმართალს ურევდნენ ერთმანეთში და ყველანაირად ცდილობდა ბრალდების მხარე რომ აი ეს ბიზნესთან კვეთა რაიმე სახით დაედასტურებინა იმდენად დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ ყველაფერში და იმდენად შეეცადნენ რომ აი 5, 7, 10 წლის წინანდელ შეხვედრებს დაბადების დღეზე შეხვედრია თურმე ეს ხალხი ერთმანეთს და იმის დადასტურებას ცდილობდნენ იმის იმტკიცებულებები მოქონდათ რომ ამ ფონზე ცოტა გაუგებარიც არის და გასაოცარიც არის ეხლა შემოტანა რომ თურმე ეს ბიზნესთან დაკავშირებული დავა კი არ ყოფილა რაც აქამდე ჩვენ და მთელ საზოგადოებას გვესმოდა არამედ თურმე ამ შემთხვევაში დამკვეთი არსებობს და ამ დამკვეთს სხვა რაღაც შურისძიების მოტივი ამოძრავდა ეს ორი მოტივი მე რამდენადაც მესმის ხო გამორიცხავს ერთმანეთს თუ საუბარი არის გაკვეთაზე იქ არაფერ კავშირში არ არის არც ბიზნეს დავა არც არაფერი თუ პირიქით ბიზნესზე გვაქვს საუბარი აქ დაკვეთა რაში მჭირდება თუ ბიზნესის გამო გვაქვს უთანხმოება ისე დავორგანიზება მე თქვენს ეთერში ადრეს მაქვს ნათქვამი რომ ჩვენ სამწუხაროდ გვიწევს დეტალებში შესვლა ვინაიდან ბრალდების ფორმულირება არის ну უთავბოლოა თუ როგორიც არის ხო ბრალდების ფორმულირება და გვიწევს დეტალებზე მსჯელობა მაგრამ ზოგადად ეს საქმე ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალდამოებასთან ეს საქმე უკავშირდება რას ეს არის გამოგონილი ბრალდება რათა განზრახ მიეცათ ცალკეული პირები მათ შორის ძმები მიქაძეები სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არ ჩადენილი დანაშაულის გამო. ანუ პროკურატურამ რა თქმა უნდა იცის რომ მკვლელობა ის ორგანიზება ამათ არ განუხორციელებიათ ასეც ადგილი არ ქონია მათ იმთავითვე იცოდნენ ეს მაგრამ განზრახ მისცეს ხალხი პასუხისმგებაში და აი ვის ქონდა ამის სურვილი ვინ არიან ისინი რა იყო ამის მოტივი რა მიზნით გააკეთეს ეს აი ეს არის ცალკე საკითხი თორე ბრალდება გამოაცხო გადმოაგდო და შენ თავი იმართლე ახლა კი ბატონო კანონით ასე არის რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა ხო არის ასე აქეთ უნდა დამიმტკიცო ბრალდება მაგრამ ვერაფერს ვერ მიმტკიცებ და მე იძულებული ხდები ჩავდგე რაღაც თავისმართლების რეჟიმში და მომტკიცო ჩემი უდანაშაულობა ხო მაინც მე მიწევს ხო ჩემი უდანაშაულების მტკიცება
მაგრამ ეს არის დეტალები, რომელი დეტალების შესახებაც პროკურატურამ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცის, რომ არ ჩაუდენიათ მემბიქაძეებს დანაშაული, არ ჩაუდენიათ დანარჩენ სხვა პირებს დანაშაული და რომ განზრახ მისცეს ისინი პასუხისგებაში იმ მოტივით, რა მოტივითაც მიიღეს მითითება. აი ეს არის, თორე სხვა კი არაფერი. ის რამდენად არის შესაძლებელი, რომ პროკურატურა ფაქტიურად სასამართლოსგან ითხოვს, რომ განაჩენში ჩაიწეროს დამკვეთად პირი, რუსოიანზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, რომლის მიმართაც არათუ რაიმე გამოძიება არ არის საერთოდ დაწყებული, დაკითხული არ ყავს განაჩენში რუსოიანი, ახლა ჩემთვის ახლა როდესაც განაჩენი იწერება, იმას თავისი წესი აქვს, ხო, სამართლებრივი მარწერა არის, თქვათ, არა, განაჩენი ფორმულირება უნდა მოხდეს, დასაბუთდეს რაღაცა. აი ჩემამდე არ დადის როგორ უნდა ჩააკვეხო განაჩენში უსოიანი. რანაირად არანაირი გარემოება ხო არ არის გამოყენებული. უსოიანის თემა როგორ უნდა შეიტანო განაჩენში, მაშინ როდესაც არაფერი მტკიცებულება ხო საქმეში არ დევს, არც გამოკითხული არ არის ეს უსოიანი, არც პასუხისგებაში არ არის მიცემული არანაირი მოქმედება საქმეზე გაკეთებული არ არის და იმიტომ რომ საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი გამოდის და ამბობს, ცვლის მოტივს და ახლა ის კი არ ბიზნესი კი არა, ახლა უსოიანიო იცი, ესე იგი მოსამართლემ რა უნდა ადგეს და ესე უსოიანი ჩაწეროს განაჩენში. დამკვეთად, აი როგორ არის ეს სამართლებრივად მე არ ვიცი, ან ბატონი პროკურორი როდესაც გამოდის და ამას ითხოვს, თვითონაც ხო იურისტია რა. ეხლა მე პირდაპირ გეტყვით ბატონი ლევონი ვეფხვადის კვალიფიკაცია ზოგადად გამორიცხავს იმას, რომ ის თვითნებურად ასეთ რაღაცებს აკეთებდეს, იმიტომ რომ ასე არ ხდება ეს. არ ეტყობა რაც დაავალეს. ის ძალიან საინტერესო კაზუსია, ეხლა მართლაც მოსამართლემ რომ ადგეს და პირი, რომლის მიმართაც გამოძიება არ არის საერთოდ, დაწყებულიც კი არ არის, საქმე არ არის, ასე ვთქვათ, გამოკითხული არ არის ეს ადამიანი და ჩაწეროს განაჩენში, რომ ეს ადამიანი მიიღო და განაჩენს ხო აქვს პრეიუდიციული ძალა. ანუ რა გამოდის, რომ ადამიანი, რომელსაც არ აქვს ბრალდებული სტატუსი, შეიძლება განაჩენში მოხსენებული იყოს დამნაშავედ? აი ხა, ასტა და ფურცელი ყველაფერს აიტანს, აგეთ, ფურცელი რაც მიდევს, იქ ნებისმიერი რამ შემიძლია დავწერო. მათ შორის ის რომ მე ვარ მსოფლიო იმპერატორი, მაგრამ ხომ არ ვარ მე, ეს ასე არ ხდება ესა. ხო და ყოველგვარ ზღვარს გადაცდა სამართლებრივი ჟონგლიორობა ამ საქმეზე. გამიგეთ და უკვე ეს რაღაც ღიმილს იწვევს, გასაღიმებელია კარაფერი არ არის და საწილო კარაფერი არ არის. ტრაგედია ეს არაერთი პირის მიმართ გამოძერწილი ტრაგედია არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამართლებრივად ასე არის. ეს არის უკვე ჟონგლიორობა, ეს უკვე ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი და არანაირად არ გვაქვს ჩვენ საქმე სამართლებრივ მოცემულებასთან, ეს ყველაფერი არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასული. და მე მიგვირს რის იმედი აქვს პროკურატურას, როდესაც აი ესეთ რაღაცებს ითხოვს თუნდაც რეპლიკების ეტაპზე. მე ხა სიღრმეებში აღარ შევარ, მაგრამ მე ხაზს გავუსვამ, რომ არ ჭირდება იურიდიული განათლება იმ საკითხებს, რა საკითხებზეც ჩვენ გვიწევს ხოლმე მსჯელობა, ხო? შეიძლება მტკიცებითი სტანდარტი სამართალწარმოებისთვის სხვა იყოს და იურისტებმა ვიცოდეთ ეს დეტალები და ეს ნიუანსები და რა არის საკმარისობა და გამამტყუნებელი განაჩენი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რო ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, უბრალო ადამიანი, აი რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლება და შემხებლობა არ აქვს ზოგადად, ხო? საქმის წარმოებასთან ან გამოძიების იმასთან, რა ქვია, განხორციელებასთან ელემენტარული შეფასების უნარი ხო ყველა ადამიანს გააჩნია, ყველა პროფესიის და ყველა გონებრივი შესაძლებლობის ადამიანს, რომ მინიმალური სტანდარტით მაინც მიხვდეს, რომ ამ საქმეში დევს რამე თუ არ დევს. მთელი ამ პროცესების მანძილზე გამოძიება და შემდეგ სასამართლო ჭორაობაზე აგებულ საკითხებს განიხილავენ, ხო? ჭორაობაზე იმანი ეს თქვა, საიდუმლო წყარო მყევდა მე, ესე იგი, კონფიდენტი იმან ეს მითხრა გამომძებელია, ამან ეს მითხრა, პირდაპირი მოწმე არავინ არ არის,
რაღაცა საიტყვიან და მკვდარს აბრალებენ, მკვდარი ვერ დაგიდასტურებს, აი ესეთ რაღაცებს აკეთებენ და ამასაც რო თავი დავანებოთ, ის რაც საქმეშია ჩადებული და ის რაც ძირითად საყრდენად მიაჩნია გამოძიებას პროკურატურას, ისიც უვარგისი არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. არაფრის მომცემი არ არის. და ჭორაობაზე რანაირად შეიძლება აგებული იქნეს განაჩენი ჩემამდე არ დადის და წარმოუდგენელია. მე იმიტომ გითხარით თქვენ მკითხეთ წინა გადაცემაში როგორი მოლოდინები გაქვთ და როგორი მოლოდინები მაქვს და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი მაქვს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ სასამართლო მხარი აუბას ლევან ვეფხვაძის მიდგომებს და თავადაც როგორც იურისტმა აკეთოს იგივე რასაც ლევან ვეფხვაძის სახით გვთავაზობდა ჩვენ პროკურატურა. ყოველად გამორიცხულია ეს. მე ამის დაჯერება არ მინდა, მე ამას ვერ დავიჯერებ, მაშინ დავანებოთ თავი ყველაფერს დაადონი ბოკლონი სამხარეს იმ სასამართლოს და ივარო ყველაფერი ეს უკვე აღარაფერში აღარ წერია. კი ბატონო, პრობლემა არის გამოძიების კუთხით, პრობლემა არის მართლმსაჯულების კუთხით, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ ის რო ასე დააგდო ძირს თამასა და ზეც შედგე ფეხებით, ხო და საზოგადოება აბუჩათ აიგდო ხან ერთი შესთავაზო ვერსია, ხან მეორე შესთავაზო ვერსია და მორგოშიების ჭორაობა რეალურად გაასაღო. ასე არ ხდება ეს და თუ ეს არის სტანდარტი, მაშინ დამთავრებულა ყველაფერი და სახელმწიფოს დამთავრებული არის და დამთავრდება ეს ყველაფერი ვნახავთ. ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ ლევან ვეფხვაძის კომპეტენცია პროკურორზე გვაქვს საუბარი, ბატონი ლევან ვეფხვაძის კომპეტენცია გამორიცხავს, რომ ის ასეთი სტანდარტით დებდეს ბრალს ადამიანებს. მართლაც მე როგორც აღნიშნე ისედაც არ მქონია ხსისწყლის სამართალთან შეხება, მაგრამ ამ პროკურორის რეპუტაცია რაც მის შესახებ გამიგია, ის საკმაოდ მაღალკვალიფიციური იურისტად ითვლება, ხომ? და ისედაც აი როდესაც მის ჩანაწერებს უსმენთ ხოლმე, არც საუბარი უჭირს, საკმაოდ თავისუფლად საუბრობს, ესეთი გამბედავი და საკმაოდ მაღალკვალიფიციური იურისტის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაშინ აი რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? ვინ შეიძლება იყოს ან რატომ შეიძლება იყოს ვინმე დაინტერესებული იმით, რომ აი უდანაშაულო ადამიანებს თან ესეთ გახმაურებულ საქმეზე დასდოს ბრალი და თან აი ესეთი მართლაც კვალიფიციური იურისტი, როგორიც არის ამ შემთხვევაში საქმის პროკურორი ბატონ ლევან ვეფხვაძე, აიძულოს, რომ ასეთი სამართლებრივი ნონსენსები ილაპარაკოს. ახლა უსმენდი სიმართლე გითხრათ, ძალიან რაღაცნაირად თან ყურს ეხამუშება ეს მით უმეტეს იურისტის ყურს. აი თქვენი გაშვებული ვიდეოდან მოვიყვან მაგალითს მე, ხო ახლა რასაც ნახა მაყურებელმა, ხო. პროკურორს ეკითხებიან, რომ მარტივად რომ თქვა, საიდან მოიტანე ეს უსოიანის მოტივიო, კაცო. და პასუხი რა არის? რომ უსოიანმა შეუკვეთა და ეს პასუხი რა არის? პასუხი არის, ამ საქმეზეო გამოყოფილიაო სხვადასხვა საქმეებიო. ხო და იქ გაიგებთ ყველაფერსო. ეს პასუხია? ანუ აქ უნდა განაჩენში ჩაიწეროს კაცი უნდა მითხრა მე რომ მე ბრალი წარუდგინე უსოიანს რომ შენ იმან შეუკვეთა მე ჩავატარე ესა და ესა გამოძიება მოქმედებები ამით დასტურდება ეს საკითხი და მოვიდან სასამართლოში და გავახმოვა ხო რაღაცა ხო უნდა თქვა ეს რანაირი პასუხი არის რომ მე ასე მოტივი წარმოვადგინე შეცვლილი მოტივი უფრო დავარქოთ ამას სათადარიგო მოტივი, ხო, სათადარიგო მოტივი. წარმოვადგინე და რო ეკითხებიან, საიდან მოიტანე ეს უყურებელი, იყო გამოყოფილია საქმეები და მე გაიგებთ მაგას ყველაფერს. ამას რა ქვია მითხარი. და ანუ მოსამართლემ პირობითად უნდა ივარაუდოს, რომ ამ საქმეში კი არა გვაქვს ახლა ამის მტკიცებულება, მაგრამ ალბათ იმ საქმეში ექნება პროკურატურას მტკიცებულება და ამიტომ აქ წინასწარ დავადგინო განაჩენი იმაზე, რაც არ არის გამოკვლეული. ეს ისიბრალია, იცით, ზოგიერთ საქმეებზე მიჩვეულები არიან, კაც იჭერენ. და მერე ეძებენ მტკიცებულებებს და მერე ხდება მტკიცებულების ფალსიფიკაცია, მერე დებენ საქმეში იმას, რაც იყენებს მერე სამწუხაროდ სასამართლო და ასე შემდეგ. არის ეს პრაქტიკაში, ეს იმახინჯეები გვაქვს, ამას ვერ უარყოფთ და ზუსტად აი ეს მომხვდა მე ყურზე და ეს პერსპექტივა, რომ მე ვიტყვიდა მაგას, მე მოვძებნი თუ მოიდებნა
განაჩენი მტკიცებულებებიო გამიგეთ და არასერიოზულია ეს ყველაფერი. მე იმიტომ ვამბობ რომ ძალიან კარგად იციან თავადაც რომ უდანაშაულონი არიან მიქაძეების და არჩენებიც, მაგრამ ვიღაცებს აწყობდათ ასე. აერიათ ახლა მაპატიეთ არასაუტირო გამოთქმისათვის, უკვე აერიათ რამსები. რაკნან, როგორ ქნან და როგორ დაასრულონ ეს საქმე აღარ იციან, იმიტომ რომ ამ საქმიდან ხედავენ რომ არაფერი აღარ გამოდის, მიუხედავად შავი PR კამპანიისა, რასაც პარალელურად აწარმოებდნენ და რასაც იქ სკვითები რომ იყავდათ სასამართლოსთან და იქ რომ ღრიალებდნენ და რა არაკეთეს და რა სიუჟეტები არ გაუშვეს სხვადასხვა ტელევიზიით, ხო? ამას საზოგადოებაზე ვერანაირი გავლენა ვერ იქონია ბრალდებულების მიმართ თუ აყოფითი კუთხით. ანუ იმ დონეზე დავიდნენ, რომ ცირისწამებლური შავი პიარი დაიწყეს ტელევიზიებით თავის დროზე და სასამართლოსთან იქ სკვითებივით მოდენეს ხალხი და მორგოშიას მოაყვანიეს ხალხი და ჭღაოდენ იქ და იყო ერთი ამბავი და მე რო დაიწყეს მუშტებზე ყურება პასუხი მიიღეს საკადრისი და მე აღარ გამოჩენილა და ყოველ შემთხვევაში ხო ცდილობები იყო ხო ანუ ესაც უკავშირდებოდა იმას რომ ამ კუთხით რო არ გადის ამ კუთხით გავიდნენ ფონს რომ საზოგადოება დააჯერონ რაღაცაში და სასამართლოზე მოახდინონ გარკვეულწილად ზეწოლა აი ეს იყო მცდელობა ამათი და უკვე ისე გადაცდნენ ყოველგვარ ზღვარს და ისე აიჭრნენ უკვე რომ ხეუნებით მე აი ბოლოს რეპლიკების დროს პროკურორმა თქვა სულ სხვა მოტივი მაშინ ბოლო ამ მოტივზეც ვიმუშავებდა დაცვის მხარე ხო ხო აი ამას ვიტყოდა მე შეიძლება პროცესი არ გიხსენებია ეს და არ უხსენებია და ჟურნალისტი ეკითხება რომ კიცებულებს მაგას გამოყოფილი საქმეებია და მე გაიგებთ მაგას აი ეს იყო პასუხი მაგათი თქვენ თქვით ბადანო ირაკლი რომ თავიდანვე ამ საქმეს თუმცა სამწუხაროდ ალბათ მხოლოდ ეს საქმე არ არის ამ ხრივ გამონაკლისი როდესაც მედია კამპანია ხანდახან უფრო მეტად აქტუალურია ხოლმე ბრალდების მხარისთვის ან ვინმესთვის ვიდრე თავად უშუალოდ სასამართლო პროცესი. ნამდვილად თავიდანვე როგორც კი ეს დანაშაული მოხდა და შემდეგ უკვე აი ეს პირები 4 თვის შემდეგ მიეცნენ პასუხისგებაში ჩვენ გვახსოვს რომ იმ თავითვე ხდებოდა მათ მიმართ აგრესიული მედია კამპანია. მათ წინააღმდეგ აგრესიული მედია კამპანია, სადაც ყოველგვარი უდანაშაულობის პრეზუმპციაზე არ არის საუბარი, საერთოდ აი არაფერში რო არ წერია ისეთი ბრალდებები ისმოდა, ამ ხალხს მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ეპითეტებით, თითქოს უკვე ასახელებდნენ დამნაშავეებად, როდესაც ჯერ სასამართლო პროცესებიც კი არ იყო დაწყებული. და ამან ერთგვარად ალბათ თავისი როლი ითამაშა, ხო? უშუალოდ საქმის მკვლელობის დროს. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს მცდელობები არც ეხლა არ არის დასრულებული და სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი მედია საშუალების ეთერში გასული სიუჟეტები, სადაც საერთოდ ახალი საქმე გამოიტანეს კიდევ ეს საკითხი შეეხება 2015 წელს მომხდარ სისხლის სამართლის დანაშაულს. ოღონდ ამ შემთხვევაში ამ ადამიანებს ბრალად ძდებენ დანაშაულის დაფარვას. თითქოს მათ მაშინაც მკვლელობაზეა საუბარი და იმ რაღაცა თანხის ანაცვლოდო მკვლელები დაიფარეს და დაიხმარნენ მათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაში, თუ რაღაც აი ამგვარი ფორმულირებით იყო გამოცხადებული ამ შემთხვევაშიც აი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ეს საქმე. ჩვენ სხვა შორის გვაქვს ვიდეო მომზადებული სწორედ ამასთან დაკავშირებით გიორგი და დავით მიკაძეების უფლებადამცველებმა, თქვენმა კოლეგებმა სასტუმრო მონოგრაფში ამაზე გამართეს ბრიფინგი, საინფორმაციო ბრიფინგიც და საზოგადოებას საკუთარი პოზიცია გააცნეს. ჩვენ შემოკლებულ ვერსიას აი ამ ბრიფინგისას შევთავაზებთ მაყურებელს და ამაზეც მე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრების მოსმენა. გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დღეს საჭიროდ ჩავთვალეთ პრესასთან შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით.
სადაც გარდაცვლილი გიორგი კვარაცხელიას ოჯახის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საზოგადოებას ამცნო, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც საუბარია 2015 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე, შეგროვდა მტკიცებულებების სტანდარტი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები მიცემული ყოფილიყვნენ პასუხისგებაში. ამავე პრესკონფერენციაზე საუბარი იყო, რომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ ასევე გიორგი და დავით მიქაძეები და ამ პრესკონფერენციაზე ასევე ნახსენები იყო ოთარ ფარცხალაძეც. იმის გათვალისწინებით, რომ თვეებია ფაქტობრივად არ სრულდება ძმები მიქაძეების ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფების დაკავშირება, ზოგადად ამ გვარის დაკავშირება თბილისში თუ სხვაგან მომხდარ სხვადასხვა მკვლელობებთან, აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის ხარჯზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ გვარის უკან არ დგანან მხოლოდ გიორგი და დავით მიქაძეები, არამედ დგანან მათი ოჯახის წევრები და კონკრეტული ადამიანები, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ ცილის მწამებლურ კამპანიას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენისკენ გამოვეხმაუროთ. შესაბამისად, უცნაური და ამავდროულად ყურადღება მისაქცევია, საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ინფორმაცია იმ ადამიანს, რომელიც კონკრეტული ბრალდებულების ინტერესებს ამ სისხლის სამართლის საქმეში არ იცავდა და მეორე, თუ კი ვსაუბრობთ, რომ ამ სრულებლების მიმართ არსებობს გარკვეული მტკიცებულებების სტანდარტი, რომ მკვლელობა მათი მხრიდან არის ჩადენილი, ეს რატომ ნიშნავს აუცილებლად, რომ ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა ასევე ძმებ მიქაძეებს, თუ აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ნეგატიურ და ცილის მწამებლურ კონტექსტში იყვნენ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფები მოხსენიებული, განსაკუთრებით ისეთ კულმინაციურ მომენტში, როგორც არის სულ რამოდენიმე დღეში გამოსატანი განაჩენი მოსამართლის მხრიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ წლებს, რასაც ასახელებს ბატონი გიორგი ბარდავეძე თუ ვწდები კვალისწულად ვიძახი მე მგონი, 11-დან 15 წლამდე ბატონი გიორგი მიქაძე საერთოდ არ იყო საქართველოში, ოთარ ფარცხალაძე საერთოდ არ იცნობდა და შენახვედრიც არ იყო. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დადასტურდება ის ფაქტი, თითქოს მას რაიმე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული დღევანდელ დანაშაულში, დღეს გაჟღერებულ დანაშაულში. დიახ, დავბრუნდით ეთერში. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აი ეს მედია კამპანია, ამ შემთხვევაში მხოლოდ მედია კამპანია არის, არავის მიმართ არ არის აქ სისხლის სამართლის საქმე, ან აღძრული, ან რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, აი ეს ტელევიზიით უბრალოდ წინა კვირაში რამდენჯერმე კონკრეტულად TV პირველზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი და ეს ტელევიზია რატომღაც გამოირჩევა ხოლმე აი ამ ხრივ დაკვეთების შესრულებით. მიზანმიმართულად ოპოზიციური ტელევიზია როცა ჭირდებათ რომ ოპოზიციურებად, თუმცა როცა ჭირდებათ ჩვენებად ასრულებენ ხოლმე რაღაცა ასე ტიპის ბინძურ დაკვეთებს, პირდაპირ ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, საქმე არ არის ადამიანებზე აღძრული, არც გამოძიებაც კი არ არის მათ მიმართ დაწყებული და პირდაპირ TV პირველი დოზირებულად დღეში რამდენჯერმე აი ესე რო ეტყობა რომ ფულია გადახდილი და დასპონსორებულია, ისეთ სიუჟეტებს ამზადებს, უშვებს აი კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნა, რომ მაყურებელს არ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ეს არის მხოლოდ მედია კამპანია. რაც შეიძლება ემსახურებოდეს თქვენი აზრით განაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე, აი ამ ახალი ტალღის აგორება, ცილისამებლური ტალღის აგორება და რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის შედეგი. მოდით მე რიტორიკული შეკითხვით დავიწყებ. რა შეიძლება და უკავშირდებოდეს ის გარემოება, რომ გიორგი ბარდაველიძე არის დაზარალებულის ადვოკატი. ჩვენ ვიცით ხომ ვინ არის გიორგი ბარდაველიძე? ამ საქმეში, ამ მიმდინარე საქმეში ჯანგულაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდება რაც აქვს წარდგენილი ძმებ მიქაძეებს და სხვა პირებს. ამ საქმეში იყო ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი. და ამ ბრალდებულმა
ეს ადვოკატი, მოდი პირდაპირ თქვა, გააგდო და ბრალი დაესდო იმაში, რომ პროკურატურის დავალებით ახორციელებდა ზეწოლას, რათა მიეცა ყალბი ჩვენება და დანაშაულში ემხილებია ძმები მიქაძეები და დანარჩენი პირები. ან ეს არ გააკეთა, ბარდაველიძე ჩამოაცილა საქმეს, გააგდო საქმიდან, მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ, რეალურად როგორც იყო და რა ქნა ბარდაველიძემ მოაწყო პროვოკაცია და პასუხისგებაში მიაცემინა დავით მიქაძე, რომ თითქოს ის საზღვარგარეთიდან მასზე ახორციელებდა ზეწოლას. ახლა წასულია და შავი პიარ კამპანიის მონაწილე გახდა სხვა ეპიზოდში და იცავს დაზარალებულის ინტერესებს, ბრჭყალებში იცავს დაზარალებულის ინტერესებს, ინამდვილაში ის იცავს პროკურატურის ინტერესებს, ჩემი შეფასებით, წარმოადგენს პროკურატურის ინტერესებს და იმ პირების ინტერესებს, ვინც დაკვეთა მისცა პროკურატურას, რომ აი ასე ყალბად დამტკიცებულებების გარეშე დაიწყო მჭორაობა სხვა მკვლელობაში მიქაძეების და სხვა პირების. აი თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ მიზანი ამ ყველაფერზე არის სასამართლოზე ზემოქმედებაო, იმიტომ რომ არის კულმინაციურ ეტაპზე და მართლაც ასე არის. ხა განაჩენი უნდა გამოაცხადოს მოსამართლე და მთელი ეს პერიოდი ესე დოზირებულად ასეთ ინფორმაციას აჟღერებენ, ასმენინებენ საზოგადოებასაც, მოსამართლესაც, ყველას. თქვენი აზრით შეიძლება რომ აი ასეთი ტიპის კამპანიას მართლაც კონდეს სასამართლოზე რაიმე ზეგავლენა? რაც ორი მიზანი აქვს ამ ყველაფერს. ერთი არის ცდილობენ თავიანთი ჭკუით დემონიზება მოახდინონ ძმები მიქაძეების და დანარჩენი ბრალდებულების და მეორე არის რომ საზოგადოების თავში და მეორე არის რომ ესე იგი სასამართლოზე მოახდინონ ზეწოლა. აი ეს არის, მან სხვა არაფერი არ არის. და აი ამით უნდათ ფონს გავიდნენ, რომ ესე იგი თუ კი უკანონობას მიაღწევენ მათი მოლოდინის შესაბამისად, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს პროტესტის გრძნობა. რომ ესე იგი სუბიექტური დამოკიდებულება გამოიჩინოს საზოგადოებამ, თუ კი არასამართლიანი განაჩენი დადგება ძმები მიქაძეების და სხვა ბრალდებულების საქმეზე. აი ეს არის მიზანი. მაგრამ ეს როგორი აფასიანი რაღაცა არის, იცით რომ ამას ახლა ყველა ხვდება, აბსოლუტურად ყველა ხვდება. და როგორც ჩანს, ეს ქაოტური მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ უკვე პასუხს თხოვენ მათ, რომ შენ რო ამბობდი, რომ მიქაძეებმა არწყალაძემ სხვა პირებმა ეს ჩაიდინეს, როგორ არწმუნებდი და ამბობდი, რომ ქონდა მტკიცებულებები, აღმოჩნდა, რომ არაფერი არ აქვს. ამხელა ამბავი ატეხე ტყუილად და ეხლა რა პასუხს იძლევი? ესენიც უკვე ჩიხში არიან შესულები და უკვე პანიკური, უკონტროლო მოქმედებები ხდება. ბოლოს, აი, რაზეც დავიწყეთ საუბარი, ხო? ერთი მოტივი იყო ბოლოს სხვა გამოაცხეს. ეს იყო ალბათ დაზარალებულ ოჯახსაც დაინტერესებს. ესა რა ქვია, ჩამოიცილა ერთ-ერთმა ბრალდებულმა და ბრალი დასდო რომ ზეწოლას ახორციელებდა და ასრულებდა პროკურატურის დავალებებს, ეხლა ჩვენ ეს ადვოკატი ხდება სხვა მკვლელობის საქმეში, დაზარალებულის ჭყალებში დაზარალებულის ადვოკატად და რეალურად წარმოადგენს პროკურატურის ინტერესს. აი ეს არის და რომელმაც დავით მიქაძე სრულჩვენებით მიაცემია პასუხისგებაში. აი ეს არის. ხო და აი იქეთ გამოვყავი საქმე, აქეთ გამოვყავი საქმე, პასუხს მერე გეტყვი, იქ მერე გავიგებ, ის ჭორი ამან მითხრა და ეს. ამას ყველა ხედავს და სხვათა შორის ვისაც არწმუნებდნენ და რომელ პირებსაც არწმუნებდნენ, რომ თითქოს ძმებმა მიქაძეებმა და დანარჩენმა ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, ხო? აი ვისაც არწმუნებდნენ. აი იმ პირისთვის და იმ პირებისათვის ეს აღარ არის სარწმუნო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ახლა ესენი გუშინდელი
მოსულები არიან და სხვებს კოლოსალური გამოცდილება აქვთ ცხოვრებისეული და იურისტობა არ ჭირდება იმას რა მტკიცდება და რა მტკიცდება ეს ასე არ არის და მე პირდაპირ გეტყვით თქვენ რომ მტკიცებითი მოცემულობა როგორი არის იცით რომ აი როდესაც ადამიანებს შორის სასამართლოს მიღმა ადამიანებს შორის ირკვევა მტყუან მართალი და დავის საკითხი არის ხო იქ ხო ირჩევა საქმე სუფთა სამოქალაქო ურთიერთობაში რო ავიღოთ არა იქ ხო ირკვევა საქმე საუბარი შედგება და დამიმტკიცე რატომ აბრალებ ამას რა გაქვს ფაქტი ხო რით მიმტკიცებ თუ არა გაქვს ფაქტი და ვერ მიმტკიცებ სასამართლოში იქნება თუ სასამართლოს მიღმა თუ ქუჩაში თუ ღელის ბოლოს ყველგან ერთია მტკიცებით სამართალი რომ ამას ქვია ცილის წამება ამას ქვია არასაკადრისის აქციელი ახლა მე არ მინდა მას ყველაფერს თავის და ხელი დავარქვა როგორც იწოდება ეს ჩვენში და ამაზე პასუხი მოითხოვება სამართლებრივად და ფაქტობრივად ხო არის ასე ხო არ ვწდები რამე სხვა არ ვაჭარბენ არა ნამდვილად ასე აი ეს არის ჩემო ბატონო და შენ რაღაცა სიტყვას გაისვრი თუ ბრალდებას გაისვრი და ამბობ მე რომ მე იმან მითხრა მე არ ვიცი ვინ მითხრა ვერ გეტყვი ვინ მითხრა და ჭორაობ და ხან ერთს ამბობ მოტივს ხან მეორეს ამბობ მოტივს ხო მე როგორ უნდა გერწმუნო აქ რა არის სარწმუნო ერთადერთი აქ შემიძლია მე თუ სუბიექტური ადამიანი ვარ და შავი პიარი იმოქმედებს ჩემზე და სხვისი ზეგავლენის ქვეშ მიქცევისაკენ ადვილად მიდრეკილი ვარ პირი ანუ პირდაპირ ეთქვი თუ ხეპრე ვარ ბოლო-ბოლო შეიძლება გავჩუმდებ თქვა არაფერი არ თქვა და პროტესტის გზნობა არ გამიჩნდეს ამაზეა ეს გათვლილი და მეგეთ ყველაფერი აი ეს მორგაში რომ დაარბენიებ და იქ ზოგიერთებს ხო იცი დასაკეთებდა ნაწილს ეუბნებოდა რომ აი ესეთი არისო იმ ქურდისო ჯანგველაძის და გვერდში დაუდექითო მაგის ის არის მისი პრაგონია ესო ყველაფერი და ასე კეთდება და ასე უნდა იყოს ქურდების არისო და ნაწილს ეუბნებოდა ვინც სამართალდამცავ ორგანოებთან არის შეკრული და მათი გავლენის არეალში იმათ ეუბნებოდა რომ სუსიდან მოდის უსო ყველაფერი და აბა თქვენ იცით ბიჭებო და ეს ახლა ბანდა მიიყვანა იქ და ჯღავოდნენ სკვითები და მე რაზე მქონდა საუბარი ხო ახლა ვითომ პატარა სპეცოპერაცია რასაც აკეთებდნენ ახლა ეს მეორე პიარ სპეცოპერაცია არის რას ქვია გამაგებიჩი ერთი ბარდაველი ისმეტი ადვოკატი არ არის კაცო იმ ოჯახმა სად მონახა ახლა ეს ბარდაბოდი პირდაპირ თქვა ხო დაზარალებულმა ახლა რო ამბობენ სხვა მკვლელობის საქმეში არც გვარი არ მინდა სხვა მკვლელობის საქმეში ორგანიზებას გაუწიესო ისა რა ქვია მიკაძეებმაო და არანჩე რასისულელი არის სად მონახეს ბარდაველიძე სად მონახა დაზარალებულის ოჯახმა ბარდა რა პრინციპით შეაკი ბატონო უამრავი ადვოკატია საქართველოში და თავისუფალია ყველაფერი ვისაც გინდა ეს ჩვენ მიხვალ და მაგრამ როგორ დაემთხო ეს ყველაფერი რომ ძმები მიქაძეები დანარჩენი ბრალდებულების საქმეზე აქტიურად არის ჩართული ყველა საქმეებში ბარდაველიძე ამ საქმეში მაინდა-მაინც ხო და მაშინ როდესაც ბრალდებულმა ერთ-ერთმა ჩამოაცილა საქმეს და ამხილა ხო რომ შენ მე ზეწოლას ახდენდი ჩემზე რომ ჩვენება მიმეცა ხელი და მე და უდანაშაულო ადამიანისთვის და მე ციხეში ვარ სხვები ციხეში არიან და შენ მოდიხარ ზეწოლას ახდენ და პროკურატურის დავალებინო გააგდო და ადგა მერე და ცრუჩვენება მიცა პროკურატურას და პასუხისმგებაში მიაცემია გიორგი მიქაძე რომ ესე იგი მე ზეწოლას ახდენ და უცხოეთთან ჩემთან ახლა სხვა საქმეში გაუშვეს იქ დაზარალებულის ადვოკატად და იქიდან იმ პოზიციიდან აკეთებს განცხადებებს რომ ესე იგი თითქოს ძმები მიქაძეები და სხვა პირები ბრალეული არიან ამ კვლევების საიდან სად ამას მტკიცებულებებს კი არ ამბობენ არაფერს ამას ისვრიან ასე ხაერძურ საზოგადოებას გააგებიონ მოსამართლის ყურამდე მივიდეს ეს არის ზეწოლა და იაფასიანი ზეწოლა არის ეს და უკადრის ხა ბრძოლა კაი მესმის ხო ებრძვი ადამიანს და რაღაც ძალაუფლება გაქვს და ჩახელში ჩაგდებული და გონია რაღაცა წარმოადგენდა შეგიძლია რომ სხვების მიმართ ასე იმოქმედო ხო ჯო აქ რაღაცა ელემენტარული ბრძოლასაც თავისი ღირსება აქვს ხო ასე როგორ შეიძლება ასე ყველაფერზე ხელი მოაწერო ასე ყველაფერი ურცხვად შეფუსო და გაასაღო ბატონო ერაკლი რა მაინტერესებს აი თვითონ მედიასაც
შევეხეთ ჩვენ და ვთქვით რომ მედიაში ხდება ძირითადად ეს კამპანია ჩვენ აი კონსტიტუციაში გვიწერია რომ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპზე მაქვს საუბარი ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ მანამ სანამ არ მის წინააღმდეგ არ იარსებებს სასამართლოს კანონიერი ძალის შესული გადაწყვეტილი განაჩენი ერთი სიტყვით სანამ სასამართლო არ იტყვის რომ ეს ადამიანი დამნაშავეა მანამდე ჩვენ ვერ და არ მოიხსენებთ ადამიანს დამნაშავედ ხო სწორია ხშირად ხედავთ და ალბათ აი ეს საქმე ამისი კლასიკური მაგალითია რომ ეს პრინციპი საერთოდ უგულებელყოფილია მედია საშუალებების მხრიდან მათ შეიძლება საკუთარ სიუჟეტებში ისე შეფუთონ ეს ყველაფერი რომ გამოიყენონ სიტყვა სავარაუდოდ მაგალითად მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ეხა ხო ყველა ანუ მხარე გამოდიან მხარე არ არსებობს კანონით რაიმე სახის პასუხისმგებლობა ან აი როგორ არის ეს კონსტიტუციური პრინციპი დაცული პრაქტიკაში რა უნდა გააკეთოს ან რას აკეთებს სასამართლო სახელმწიფო იმისთვის რომ ხო აი ეს არის იმიტომ რომ კონსტიტუციაში ხო გვიწერია და რაღაცით ხო უნდა ვიცავდეთ ამ პრინციპს პრაქტიკაში ვერაფერს ვერ გააკეთებ და რასაც ნაბიჯს გადადგა მის ხო შედეგზე უნდა იყოს გათვლილი არა ნათქვამი არის ასეთი რაღაცა სანამ სიმართლემ შარვალი ჩაისვა ტყუილმა ქვეყანა 9 ჯერ შემოირბინაო ხო აი ეს აქვს გათვლა რომ ესენი რაღაცას გადმოაგდებენ გამიგე და მე შეუნდა დადგე თავის მართლების რეჟიმში და ის როდის მოვა შენამდე და როდის საზოგადოებამდე ფიქცია და სპეციალურად არის კანონმდებლობაში ჩადებული ისეთი მაკვარანცხობები რომ აღარც ის სიმართლე გინდა მე აღარც არაფერი არის დაუმთავრებელი და არის დაუსრულებელი ეს თუ ყველაფერი სპეციალურად არის ტალახის სროლა ადვილი იყოს გამიგე რომ პასუხი არ მოითხოვებოდეს ეს განზრახარი გაკეთებული სხვათა შორის ხელისუფლებას ძალიან ცუდი სამსახური გაუწია ამ საკითხის ასე დატოვებამ ასე მიგდება იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ხელისუფლების მიმართაც მიაღვარი მოდის ცილისწამებლური ხო არის ასე არა და ხელისუფლება ფაქტობრივად ვერაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ სიტყვა თავისუფლება ვისაც უნდა ლაპარაკოს. სხვა ქვეყნებში ასე არ არის. სხვა ქვეყნებში სისხლის სამართლებრივ ყველა ცივილიზებული ქვეყანა იმის სწორებას აკეთებს ქართული ოცნება, ხო? ხელისუფლება. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა ცილისწამებაზე, განზრახ-მცდარი ინფორმაციის გავრცელებაზე, პატივისა და ღირსების შელახვაზე ისეთ ქმედებაზე რაც სულიერ ტანჯვასაც იწვევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არა იმ წუთში გააგვეხებენ ციხეში მაგრამ აქ მიგდებული ისაც როგორ უნდა რაც უნდა ისე მოაგუნდავებს ფუნას ისვრის ტალახს ისვრის კაცი არ არის მომკითხავ სპეციალურად კეთდება ეს რომ ადვილი იყოს მათ შორის ხელისუფლების ყებაც რომ ადვილი იყოს გამიგეთ ეს ზეწოლა ხელისუფლებაზე ადვილი იყოს აი ამას უკავშირდება და ამის რეგულირებას რა უნდა ახალი ველოსიპედი ხო არ არის გამოსაგონია რა დააწესო უნდა პასუხისმგებლობა 5 წელი ციხე ეს როლი ადამიანს ტალახი დაძდებრალი ამაში ხო დაამტკიცე ვერ დაამტკიცებ წავა ციხეში არა და მრავალ 10,000-იანი ჯარიმები არის კიდე იქა აი ახლა საგზავნო გაჭირებულ ხალხს უნდა უწეს ეს ჯარიმები ხო ჯარიმები სადაც წესებელია იქ უნდა დააწესონ ნუ ალბათ ესეთ შემთხვევაში უკვე ადამიანები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ სიტყვას. რა თქმა უნდა, გინდა ადვოკატს ახლა ბარდაველიძის ფორმულირებები ახლა მე უსმენდი ბარდაველიძის ფორმულირებებს, ხო? როგორ აგუნდავებდა სიტყვას და ვერც მოაბა თავის სათქმელს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ბატონი ბარდაველიძის მიმართ გარკვეული ღონისძიებები გატარდებოდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ადვოკატი ასე ხელაღებით ბრალს დებდეს სხვას ძიმე და განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის ჩადენაში და მე ერთსაც დავამატებ ამ ყველაფერს რომ უსამართლობა ყოველთვის იწვევს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს და რყევებს სახელმწიფოში. არ შეიძლება ამის დაშვება. აი ნაცებს აქვს დაჩემებული ლოზუნგი რომ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ერთი მაგათი მოგონილი არ არის ესა. და იყენებენ ამას, მაგრამ რეალურად ასე, იცით? თუ არ იქნება სამართალი, სახელმწიფო ვერ განვითარდება სწორად. და აქ ყოველთვის არის ძალიან საშიში კატაკლიზმების შესაძლებლობა
თუ კი ასე მოხდება გამრუდება მართლმსაჯულების გამრუდება სიმართლის და გამრუდება იმისი, რაზეც დგას მორალური ფასეულებები და ღირებულებები. არ შეიძლება ამის გაკეთება. მაგრამ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც არც ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევიან და არც მორალური შემადგენელი გააჩნიათ სათანადო და სამწუხაროდ აი ესეთი პირები ხშირად ახერხებენ დაწინაურებას. პატარა გადახვევა გავაკეთებ, მოდი, თუ ნებას მომცემთ, რომ აეთ არის ესეთი საინტერესო ფსიქოლოგიური მანიშნებელი. აი ავიღოთ მაგალითად ორი ადამიანი, რომელიც სამსახურში უნდა მიიღოს მესამე. ორივეს თანაბარი შესაძლებლობები აქვს, ორივეს თანაბარი უნარები აქვს, ორივე თანაბრად პროფესიონალია. ხო? მაგრამ ერთ-ერთი არის ახლობელი იმ პირისა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს სამსახურში მიღება. რა თქმა უნდა, ადამიანის სუბიექტურია და იმას მიიღებს სამსახურში, ვინც მასთან ახლოს არის, ხომ, რაღაც კავშირებით. და მეორე, ორი ადამიანი, ორივეს თანაბარი რესურსი აქვს, ორივეს თანაბარი შესაძლებლობები აქვს და თანაბრად პროფესიონალები არიან. მაგრამ ერთი გარეწარია. მიპასუხეთ. რომელს აქვს უფრო მეტი პერსპექტივა, რომ აირჩიონ და გაამწესონ თანამდებობაზე. წესიერს თუ გარეწარს. ამ შემთხვევაში ალბათ თუ ნაპოლეონ ბონაპარტეს დაუჯერებთ, გარეწარს ყოველთვის მეტი შანსი აქვს, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის ქვეშ მიძვრებიან და თვითონ იკვლევენ გზას და წესიერი ადამიანები იჩაგრებიან ესეთ დროს. აი ამიტომ რატომ თქვი ახლა მე ეს რომ როცა ხელისუფლების იერარქიას მიუყვებით, იქ ყოველთვის იზრდება შანსი, რომ გარეწარი გაიპაროს, შეიპაროს და თავისი ანგარებითი მიზნები გამოიყენოს, თანამდებობა გამოიყენოს თავისი ანგარებითი მიზნებისათვის. რატომ თქვი ახლა მე ეს ყველაფერი? საკადრო პოლიტიკა რა თქმა უნდა არის საქართველოში პრობლემა. საქართველოში უამრავი კარგი კადრია, უამრავი ცოდნი ადამიანია და რაც თავარია პატიოსანი ადამიანი. არა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამათ გასახანი არ მიეცეთ. სამწუხაროდ ასია. და არის ეს გაუთავებელი მეზდუსაბოიში კი, არის ნეპოტიზმი და ამასთანავე წინ მიიწევს ის, ვინც უფრო გაიძვერა, ვინც უფრო მეტად მლიქვნელია და ვინც უფრო მეტად ცბიერია. ნორმალურ სახელმწიფოებში ამისი პრევენციის მექანიზმები არსებობს, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი მოშლილი არის და იმიტომ არის, რასაც ჩვენ ხედავთ. და მე ერთსაც გეტყვით, რომ ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში რას მინდა დაუბრუნდე? იქაც ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა. უკანონო ბრალდებები იქაც ხდება ხოლმე. სამსახურების მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მაგრამ არა ამ დონეზე. არა ასე თავხედურად, არა ასე უტიფრად და არა ასე მოუმზადებლად. ყოველთვის იქ რაღაცას დადებენ ისეც, რაც შეიძლება სასამართლოს იმიტომ რომ იქ არაა გამყოლაფერს ალბათ სისტემური სახე, რომ მთელი სისტემა ვერ იქნება ჩართული ამ ყველაფერში. მაგრამ აქ, აი ახლა ამ საქმით, აი თუნდა აი ძმები მიქაძეები დანარჩენი ბრალდებულების საქმით, ხო, აი ეს უდანაშაულოდ ხალხი პასუხისგებაში მიცემული არ ჩადენილის გამო, ხო. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა. იმიტომ შენ ამ ყველაფრით საზოგადოებას ეუბნები, იცი რა, მე რასაც მინდა იმას მაპატით შემოგტენი, მე იმას მოგიგდებ
და აკენკე. და აქეთ კიდევ მე ძალა მაქვს, უფლება მაქვს და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და სასამართლო იღლიაში მყავს. აი ამის დემონსტრირებას აკეთებენ და ახლა კანადიდან იყო იურისტი ჩამოსული თქვენ იცით ხო? ბატონი რაიან გრინსპენი ძალიან ცნობილი დავით გიორგი მიქაძეების ადვოკატი, საკმაოდ ცნობილი ადვოკატი. და ახლა ჩვენ ადვოკატებმა ვიცით ხო, რომელიც უცხოეთშიც თუნდაც გვაქვს იმის რესურსი, გავიგოთ, ვინ რა, როგორ საკმაოდ ძლიერი იურიდიული წარმომადგენლობის ხელმძღვანელია ეს პირი და გაკვირვებული იყო ზოგიერთ რაღაცებს ვერ იგებთ. ანუ ისეთი სისულელეებია საქმეში, რომ ადამიანი გაკვირვება ხა ის კულტურული ადამიანია და ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ კაცი ვერ მიხვდა ასე როგორ შეიძლება ეს არაფრიდან დადო ბრალდე აი ვერ მიხვდა ადამიანი ხო და რაღაცა მეც შემცვა იმიტომ რომ ჩემ სახელმწიფოში ხდება ესა ხო ჩვენი ქვეყანა არის ეს მიზარა ყველა სასაცილოდ ხო არ უნდა გახადო საქმე რა კაი მიაღწიებ თქვათ მიაღწიე გაყვედი ბოლომდე აქ ამას უცხოეთშიც ხო ნახავენ სხვებიც ნახულობენ ამას სხვებიც ნახავენ ხო ასე არ შეიძლება იმიტომ არის სხვათა შორის აი ეს კრიტიკაც რაც მოდის ნაწილი კრიტიკისა რა თქმა უნდა ხო არის სამართლიანი იმიტომ რომ სამართალი არის უპირველესი ამოსავალი წერტული სწორის სახელმწიფოს სწორად მშენებლობის და თუ ეს არ გაქვს რაც არ უნდა აშენო შენ აქ არაფერი არ გამოგივა თუ სამართალი არ არის არაფერს აზრი არ აქვს მეწმენე დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ძალიან საინტერესო საუბრისთვის წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით დავიტოვებთ იმედს რომ ასე ვთქვათ პოზიტიური იქნება ჩვენი შემდგომი ეთერი და განვიხილავთ რომ სასამართლომ როგორ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ამაზე მოგვიწევს შემდეგ უკვე საუბარი მადლობას გადაგიხდით და დაგემშვიდობებით შეგახსენებთ ადვოკატი ბატონი ირაკლი ზაქარიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მე მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ